შეხვედრა წარიმართა ფანტასტიკურად მინისტრმა ყველა იმ ბრალდებაზე, რომელიც იყო წარდგენილი ჟორდანიას მმართველობის წინააღმდეგ, იმ არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ, გულისყურით მოისმინა, მიიღო არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე არის გათავებული. რომ ხვალიდან ჩვენ დილით ხვდებით მინისტრს და მხოლოდ ჯერდებით იმაზე, როგორ განვითარდეს თეატრი გიორგი ჟორდანიას სამხატვრო ხელმძღვანელობის გარეშე. ეს არის ერთპიროვნული და მტკიცე გადაწყვეტილება. ჩვენ მის გარეშე განვიხილავთ თეატრს. აი ესეთი გადაწყვეტილება იყო იქ. ეხლა ხელმოწერას და ხელმოწერის შესახებ თვითონ ეგეთი დაპირება მინის არ მიუცია, მე ვესწრებოდი იქ, მაგრამ მინისტრმა თქვა, გავიზია ყველა იმ პრეტენზიას, რაც თქვენ თქვით, განვიხილავთ და ხვალზე აუცილებლად მოგახსენებთ რა გადაწყვეტილებას მიიღეს მინისტრი და კულტურის სამინისტრო. როგორც ვთქვით, ხვალ არის დილით 10 საათზე ჩანიშნული შეხვედრა და იქნება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება. მორიგი შეხვედრები არის ჩანიშნული, დღესაც კიდე გვექნება შეხვედრა, არ არის გამორიცხული, რომ დღესაც კონდეს, ხვალაც გვექნება შეხვედრა და იცით, არ შეიძლება ესე უცებ მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ოპერის თეატრი, ურთულესი ორგანიზმია, თქვენ იცით და ვეცდებით და ესეც მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს კულტურის სამინისტრო. ბატონი გიორგი რაც მოვიდა თეატრში, ძალიან ბევრი პრემიერა დაიდგა, მათ შორის მადამ ბატერფლაი, ტოსკა დაიდგა. აქ ახლა ბედის ზალა, ასევე ძალიან ბევრი გეგმები აქვს და უმრავლესობამ, ჩემი აზრით, ვერ გაუძლო ამ შრომას, ამ მიდგომას და წავიდნენ ყველა ჟორდანიას წინააღმდეგ. იმიტომ რომ მე რეპეტიციაზე ვიყავი მისული, ჩვეულებრივ უმრავლესობა შეთქმულება მოაწყეს, როგორც ეტყობა და შუა რეპეტიციაზე ჩაშალეს, რომ თურმე არ არიან თანახმანი, რომ იყოს ბატონი ჟორდანია.